რამდენადაც შესაძლებელი იყო საუკეთესო გარიგება დაიდო, ასე შეაფასეს ევროკომისიაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის მიღწეული სატარიფო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ევრობლოკის ექსპორტის უმეტესი ნაწილი მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის სივრცეში 15%-იანი ბაჟით დაიბეგრება. თუ რა გავლენას მოახდენს ევროპის ეკონომიკაზე იმპერატიული ფრაზა ამერიკა პირველ რიგში, ამას დღევანდელ გადაცემაში განვიხილავთ. 2024 წელს ამერიკამ ევროკავშირიდან 606 მილიარდი დოლარის იმპორტირებული საქონელი შეიტანა. ექსპორტზე კი ევრობლოკში 370 მილიარდი დოლარის საქონელი გაიტანა. არსებული დეფიციტის შესაცვლელად ამერიკა ახლა 15%-იანი ტარიფით დაბეგრავს ევროკავშირიდან შეტანილი საქონლის დაახლოებით 70%-ს. ავტოინდუსტრია ერთ-ერთია იმ რამდენიმე სექტორს შორის, რომლებიც დადებითად უყურებენ ამ ნაბიჯს, რადგან 15%-ით დაიბეგრება და არა 27.5%-ით. მათგან განსხვავებით ფოლადისა და ალუმინის სექტორებს ისევ 50%-ით დაბეგრავენ. მხარები შეთანხმდნენ, რომ ტარიფები არ შეეხება ორივე მხარის მიერ სტრატეგიულად მიჩნეულ რამდენიმე სექტორს. ახალი ტარიფები საგრძნობლადაა გაზრდილი, თუ შევადარებთ იმ 4.8%-იან საშუალო ტარიფს, რომელიც წელს დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლამდე მოქმედებდა. მოდი გავიგოთ, რას ფიქრობენ ევროპელები ამ შეთანხმებაზე. ეს ნამდვილად არ არის საუკეთესო ამბავი იმ ხალხისთვის, რომლებიც ამ კომპანიებში აბანდებენ ფულს. ზოგადად მთავრობისთვისაც ცუდია, მაგრამ პირადად მე ძალიან არ მადარდებს. არ მგონია სწორი, რომ ჩვენ საპასუხო დარტყმა მივაყენოთ. სანდო პარტნიორი უნდა ვიყოთ და თანაც ეს ეწინააღმდეგება თავისუფალი ვაჭრობის იდეას, რომელზეც ევროკავშირი დგას. რა თქმა უნდა, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ უნდა გავიხედოთ ევროატლანტიკური ალიანსის მიღმა, ვთქვათ აზიისკენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალ ბაზრებს გავუღოთ კარი. პირადად მე მგონია, რომ მერკოსურის ხელშეკრულებას რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვაწეროთ ხელი, მაგრამ ამერიკის ბაზარს ვერ ჩაანაცვლებ გრძელვადიან ან თუნდაც საშუალოვადიან პერსპექტივაში. ევრონიუსის რეპორტიორი ამანდინ ჰესი აშუქებდა ამ საკითხს. მაინც რატომ მიაჩნია ევროკომისიას 15%-იანი განაკვეთი კარგ გარიგებად მაშინ, როცა მაგალითად გაერთიანებულმა სამეფომ 10% მიიღო. იმიტომ მიიჩნევენ, რომ გაერთიანებული სამეფოს 10%-იანი განაკვეთი არ არის ყოვლის მომცველი, რაც ნიშნავს, რომ ამაში არ შედის ამჟამად მოქმედი საიმპორტო გადასახადი, რომლითაც ამერიკა გაერთიანებულ სამეფოს ბეგრავს. მეორე მხრივ, გაერთიანებულმა სამეფომ ამერიკულ საქონლის ხორცსა და ეთანოლს შეღავათიანი დაუბეგრავი კვოტები დაუწესა, ხოლო ევროკავშირი არ წასულა ასეთ დათმობაზე. რა გავლენას მოახდენს ეს გარიგება ევროკავშირის კომპანიებზე? რამდენად დასაშვებია, რომ ზოგიერთმა საკუთარი საწარმოები ამერიკაში გადაიტანოს? ბერნარ არნომ, კომპანია LVMH-ის ხელმძღვანელმა უკვე განაცხადა, რომ ლუი ვიტონი ახალ საწარმოს გახსნეს ამერიკაში. AstraZeneca-შიც დადეს პირობა, რომ ვირჯინიაში გახსნიან ქარხანას. ის ეკონომისტები, რომლებსაც გავესაუბრეთ, არ არიან დარწმუნებულები, რომ ევროპული კომპანიები მასიურად გაიტანენ საკუთარ ქარხნებს ამერიკაში. იმიტომ, რომ არ ვიცით, რამდენ ხანს იქნება ეს ტარიფები ძალაში. დონალდ ტრამპი ცნობილია თავისი მოულოდნელობებით. მეორეც ის, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც ამჟამად მუშაობენ ამერიკაში, უფრო მეტის გადახდა მოუწევთ წარმოებისთვის აუცილებელი ნედლეულის იმპორტში, ასე რომ ეს კიდევ ერთი დაბრკოლებაა. მოლაპარაკებების დროს ამერიკის პრეზიდენტმა ევროკავშირს მოსთხოვა აეღო ვალდებულება, რომ ამერიკისგან შეისყიდის ენერგორესურსებს, იარაღს და ამერიკაში ინვესტიციებსაც გაზრდის. რამდენად ძიმია ეს ვალდებულებები და რამდენად შეუძლია ევროკომისიას დანაპირების შესრულება? ევროკომისიამ პირობა დადო, რომ ევროპული კომპანიები სულ მცირე 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებენ ამერიკაში 2029 წლამდე. ახლა მაინც და მაინც ნათელი არ არის თუ როგორ მოხდება ეს, რადგან ევროკომისია ვერ ეუბნება ევროპულ კომპანიებს სად უნდა ჩადონ ინვესტიცია. თანაც ევროკომისიამ პირობა მისცა, რომ შეისყიდის 750 მილიარდი დოლარის ღირებულების გათხევადებულ ბუნებრივ აირსა და ბირთვული ენერგიის პროდუქტს. არც ეს საკითხია ბოლომდე გასაგები, რადგან ბრიუსელი არ ყიდულობს ამ ენერგორესურსს. მართალია დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ევროკავშირი იყიდის ამერიკულ იარაღს, მაგრამ ბრიუსელი არ არის კომპეტენტური იარაღის შესყიდვის საკითხებში, ასე რომ აქაც დიდი კითხვის ნიშანი დგას. ევროკავშირსა და ამერიკას შორის სავაჭრო ბრუნვა წელიწადში 1.5 ტრილიარდი ევროა, ხოლო ორივე ეკონომიკა ერთად 800 მილიონ ადამიანს აერთიანებს და გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 44%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე გიგანტური ეკონომიკაა, ევროკავშირი პოლიტიკურად უფრო მეტად არის დამოკიდებული ამერიკის
სამხედრო თავდაცვაზე ნატოს ფარგლებში. რამდენიმე ევროპული ქვეყნის ხელმძღვანელი მაინც და მაინც სიხარულით არ შეხვდა ამ სავაჭრო გარიგებას. მაგალითად, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ბაირუმ განაცხადა, რომ შავი დღე გათენდა, როდესაც სამკაციანი ალიანსი მორჩილებას დასთანხმდა. მისმა ნიდერლანდელმა კოლეგამ დიკ სხოპმა კი განაცხადა, რომ უკეთესი ტარიფები არ არსებობს. ჩვენი სტუმარია ნიკოლას პუატიე, ბრიუსელში მოქმედი ანალიტიკური ინსტიტუტის ბრეიგელის მკვლევარი. შეთანხმების დადების შემდეგ ევროკომისიამ გააგრძელა მოლაპარაკებები ამერიკასთან, რათა გარკვეული პროდუქტი ტარიფისგან გაათავისუფლონ. ზოგს კი კვოტები დაუწესონ. რამდენად სწორია ეს ნაბიჯი? ხომ არ აჯობებდა, რომ მდგომარეობის დასაბალანსებლად საპასუხო ზომები მიეღოთ? ჯერჯერობით ევროპელები თავს იკავებენ ამისგან. მათ მხოლოდ იმიტომ განაცხადეს საპასუხო ზომების ამოქმედების შესახებ, რომ ამერიკელები მოლაპარაკებების მაგიდასთან დაესვათ. ჩემი აზრით, თუ მართლა მიიღებენ საპასუხო ზომებს, ეს ძირითადად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად ჩაიშლება ეს შეთანხმება. შესაძლოა ძალიან ვიწრო და სპეციფიკური პროფილის მქონე პროდუქცია ამოიღონ მიზანში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისთვის და შედარებით უმნიშვნელოა ევროკავშირისთვის. თუ შეთანხმება საგრძნობლად დაირღვა, მაშინ ასეთი ტიპის ზომები შედეგს არ გამოიღებს და შესაძლოა ისეთი ზომების მიღება გახდეს რომლებიც თავად ევროკავშირსაც დიდ დარტყმას მიაყენებს. საფრანგეთის მთავრობა ბაზრის დამცავ ინსტრუმენტის ამოქმედებას უჭერს მხარს, რომელიც ამერიკულ კომპანიებს ევროპულ საჯარო შესყიდვებთან არ დაუშვებდა. ასეთ ნაბიჯს რა შედეგი შეიძლება მოხვდეს? მართალია ევროკავშირს სავაჭრო პროფიციტი აქვს საქონლის სექტორში, მაგრამ მომსახურების სექტორში დეფიციტს განიცდის. ყველა ციფრული მომსახურება, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, იქნება ეს Facebook-ი თუ Google-ი, ამერიკული მომსახურებაა. იყო ასეთი აზრი, რომ ეს კომპანიები ამოიღოთ მიზანში, მაგრამ აქ უკვე დგება საკითხი, თუ როგორ მოახერხებს შექმნა ერთიანი ციფრული ბაზარი ისე, რომელიც ევროპულ კომპანიებს საშუალებას მისცემს Google-ისა და Apple-ის მსგავსად გაფართოვდნენ და ამავდროულად აღნიშნულ კომპანიებს კონკურენციაც გაუწიონ. იქნებ ჯობია, რომ უბრალოდ ამ მომსახურების სწრაფი იმპორტი მოვახდინოთ ამერიკიდან. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ პარალიზებული მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია უნდა შეიცვალოს სხვა ინსტიტუტით. რამდენად შეცვლიდა ეს ამჟამად მოქმედ პროტექციონისტულ ტენდენციას? არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს რამეს შეცვლიდა. რეალობა ის არის, რომ ვაჭრობის უმეტესი ნაწილი ისევ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპებს ეფუძნება, მათ შორის ამერიკასთან ვაჭრობაც. ამ ორგანიზაციის პრობლემა ის არის, რომ ვერ შეძლო საკუთარი თავის რეფორმა და ძალიან ბევრი საკითხია გადაუჭრელი. სწორედ ზოგიერთი ასეთი საკითხის გამო აუკმაყოფილო ამერიკაც. მაგრამ ალბათ ახალი გზები უნდა მოიძებნოს, რათა ეს გაყინული საკითხები დაიძრას. მაგალითად, მეტი თანამშრომლობა იყოს სხვა ქვეყნებთან, მაგალითად აღმოსავლეთ აზიასთან. ევროკომისიას მთელი ევრობლოკის სახელით სავაჭრო გარიგებებზე მოლაპარაკების უფლება აქვს, მაგრამ გარიგება ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მოიწონონ, რაც შესაძლოა ძალიან რთული პროცესი გამოდგეს. მეორე მხრივ პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირმა 70-ზე მეტ ქვეყანასთან მოაწერა ხელი სავაჭრო ხელშეკრულებას და კიდევ მეტის დადებას აპირებს. თუმცა, რამდენად გააბათილებს ეს სტრატეგია ამერიკის მიერ მიყენებულ დარტყმას, ამას დრო აჩვენებს.